სალამი ვერ ვიტყვი ვერანაირად რომ ეს დილის ვლოგია, იმიტომ რომ ორი ხდება. მაგრამ ვლოგია. გილოცავთ ნოემბერს. მე მიყვარს ნოემბერი. მე ძალიან მიყვარს ნოემბერი და ჩემთვის ყოველთვის კარგი თვეა ხოლმე და ღმერთო ეხლაც ეგრე იყოს. ესე იგი ნოემბერს ჩემთვის ადრე დედაჩემის დაბადების დღე ხსნიდა ხოლმე და ეხლა ხსნის ანდრიას დაბადების დღე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ეს დღე სასიხარულო და ის ყოველთვის იყო ძალიან სევდიანი და მოკლედ 5 ნოემბერს ჩემი ანდრია, ვაიმე არა, აი თუ მჯეროდეს 16 წლის ხდება, ხალხო 16 წლის ხდება ჩემი მეორე შვილი, ანუ პირველი 18-ის გახდება უკვე მალე და მეორე 6 და არ მჯერა. იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვგრძნობ 18 წლისაც და ხა ჩემი შვილი 16 და 18 წლისები როგორ არის? არა, ვიცი რომ ასაკი მაქვს 36 წელი, მაგრამ შინაგანად ზუსტად ისევე გრძნობ თავს, როგორც მაშინ ვგრძნობდი. შესაბამისად, აი თუ მჯეროდეს, მაგრამ ძალიან მიხარია. ხო, იმ დღეს რო ვიყავით წასულები, რა თქმა უნდა, ვუყიდეთ ტელეფონი. არ მახსოვს სახელი, პოკო რაღაცა. თორნიკეზე უკეთესი, პოკო F6. თორნიკემ არჩევინა, უბრალოდ უთხრა რომ შენო ის იყიდეო, იმიტომ რომ უკეთესი რაშია, უფრო ის არის რა, ძლიერია. პროგრამების გაშვებაში. ვინც მიხვდა. ხო, და შესაბამისად ეგრე საჭმელი არ გინამატკი. ჩვენ ხო იცით როგორი ის გვაქვს ტრადიცია დაბადების დღეებზე, რომ ესე იგი გვაქვს რაღაცა ერთი მთავარი კერძი, რაც უნდა იუბილარს და ტორტი, რომელიც უნდა იუბილარს. ტორტი მინდაო პრალინეს, ანუ მარონს ხო ორი აქვს, დიდებული და მარონი. და აი პრალინე, შავი ტორტი, შავი პრალინე უნდა, აი სოფიამ რო გამოგვიგზავნა ერთხელ და მე მეც რო ვიყიდე. ანუ აი ეგ შავი პრალინე უნდა, ის მეორე არა. დიდებულის მე მგონი, ხო? მარონის არა. ხო და ნახე კუკურებს სად არის კატა. ტორტი ეგ უნდა და ხინკალი. გვექნება ხინკალი და ტორტი. ხო. რა, მშვენიერი კომბოა. ჩვენთან გვიყვარს. ხო და შესაბამისად და ასე შემდეგ იქნება. ეს ვიდეოებს ვიღებ, მე არ ვამონტაჟებ და მე ვამონტაჟებ ოდესღაც, ხო და აი პირდები ჩემ თავს და თქვენს, რომ ამ ვიდეოს ეხლა გადავიღებ და რომ გადავიღებ დავამონტაჟებ კიდეც. ასე. ყავა მინდა. თორნიკეს ეხლა გაკვეთილი აქვს, დღეს ისეა რომ ბავშვები სახლში არიან და ყველანი მე და ბავშვები სახლში ვართ და KFC უნდა შევუკვეთო. ქათმის ფრთები მინდა. როგორ მიყვარს ნეტა იცოდეთ. ესე. ეხა ყავა უნდა მოვადუღო. ჯერათი იმიტომ რომ მინდა, აუ როგორ მიყურებს იქიდან. აჰა როგორ მიყურებს. ჯერათი მინდა, ეხა გავუშვი. არ გეგონათ რომ მე შენ კი არ გეუბნები კაცო. კატა ეხლა გავუშვი თქო გარეთ. ეგრათ მინდა. არა, ეხა გავუშვი გარეთ. არ გეგონოთ რომ არ უშვებ სახლში. ესე იგი ამოწყვეტავენ ხოლმე ერთმანეს
და ერთმანეთს რო ამოწყვეტა და მე ეს დაიწყო ესე რა და მე მგონი ფიში უნდოდა და გავუშვი მაგიტო. ანუ არ მინდა რომ სახში მიეჩვიოს რა. ერთი ეგ და მეორე ერთმანეთს და რო ამოწყვეტავენ ხოლმე მე ვუშვებ რომ იმათაც ამოისუნ თქონდა მეც. ხო და თუ დიდხანს აქ არ არის მაგალითად დღამე დილას გაჰკივის, ამის კივილი მაღვიძებს ხოლმე. ხო და არადა საჭმელსასმელი იქ უდგას ყველაფერი და წყალიც ანუ თბილ წყალს უტოვებ ისე რომ ასცივა. ანუ იმიტომ ყვირის რომ მეძახის რა, ხო ხდები და მე რო შემოვა, მოვეფერები, მოვეალერსები ეს ბონი აწამებს, მე გავაშეჭამს, მე კიდე შემოდა, ანუ რომ აი ამ ჩემთან ყოფნის და ადამიანებთან ყოფნის შიმშილს რო დაიგმაყოფილებს, მე რაღაცად რო ჩერდება ხოლმე იქ. მაგრამ ეხლა აქ რო ვდგევარ და რო ესმის ჩემი ხმა, ეხლა დაიწყებს ყვირილს რო შემომიშვიდო. ესეც ნახე ახლა, ეს აქედან შორით თრფობა კი არა, აქ მოვიდა და ესეც აქ დგას. ბონი უკვე. და ევაც. მე ქარმა არ გაგლიჯოს ახლა და არ წაიღოს. და ესე ჩემო ტკბილებო. ჩემი ბაყაყუნა. თეთრმას ჩამოს. არა, ცოტა ხანია შემოუშვა, გეხვეწები ნერვი უნდა დავიმშვიდო. მიაუ არ ვიცი მე. არ ვიცი მიაუ. არ მინდა მიაუ. კი გიყიდის ამიას. Задавайчик. Она артагасха. აი მე ხალხო მოკლედ KFC გამოვიძახეთ და პრიკოლი ის იყო რომ მე აქედა რაღაცას ბურდღუნებდი ქართულად ის იქიდან ინგლისურად ბურდღუნებდა რაღაცას და შანსი არ მქონდა არც ერთს არაფრის და კიდე კაი გადავიხედე და აგერიდგა და I see you მეთქი უთხარი და ამოვიცუნთქეთ ორივე რა ფრი ყველასია შენც არის მაგრამ ყველასია თან Okay, dada. აჰა წაია ოღონდ თონიკე და ანდრეს საჭამე 40 გრამია ფრი Banana და ხალხო ეხა ჩვენ გამოვიდგარეთ სასტიკი შემოდგომა სასტიკი გვიანი ო რა რა კურსი ეკი ხარი